რეჟიმ პრეზიდენტს ეგრეთ წოდებული ტიტუშკები აეროპორტში დაახვედრა ის, რომ სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმა იგეგმებოდა, შალვა რამიშვილის თანამშრომელმა პროპაგანდისტმა ნათია ბერიძემ დააანონსა. მანამდე აეროპორტში კვერცხები დაუშინეს გიორგი გახარიასაც. კეთი ნადიბაიძე მოისმინა ქართული ოცნების დეპუტატების შეფასებები ამ თემაზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. ლუკა, რამდენიმე წყარო ავრცელებს ამ ინფორმაციას, რომ სალომე ზურაბიშვილს მიუნხენიდან ჩამოსულ სალომე ზურაბიშვილს ქართული ოცნების მხარდამჭერები დახვდნენ აეროპორტში და ეს იყო იგივე სცენარი, რაც გიორგი გახარიას შემთხვევაში, რომელსაც კვერცხები დაუშინეს. ჩვენ ვცდილობთ ამ დრომდე დაკავშირებას მეხუთე პრეზიდენტის პრესამსახურის წარმომადგენლებთან, რომ დავაზუსტოთ ეს ინფორმაცია, რა ვითარებაში მოხდა, ასევე ვისი მხრიდან მოხდა ეს თავდასხმა. ცხადია, დაზუსტებულ ინფორმაციას და დეტალებს ფორმულას მაყურებელი მომდევნო გამოშვებებში შეიტყობს. მანამდე შეიძლება ითქვას, რომ ეს ინფორმაცია ქართული ოცნების წარმომადგენლების დე-ფაქტო დეპუტატების მხრიდან არის დადასტურებული, რადგან დილიდან პარლამენტში კეთდება განცხადებები ამასთან დაკავშირებით. ისინი ამბობენ ტრაფარეტულ ფრაზებს, რომ ძალადობა არის მიუღებელი და დასაგმობი, თუმცა სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში ისინი ამ ძალადობას ამართლებენ, ისევე როგორც გიორგი გახარიას შემთხვევაში და ამბობენ, რომ მათ მიიღეს ის, რაც დაიმსახურეს. ძალიან ცუდი ტრადიცია დანერგეთ, ეს ადამიანზე გამოკიდება, ჩასაფრება, კვერცხების სროლა, გაკიდება, ბულინგი აკეთეთ. მე არ მომწონს ეს, არ ვამართლებ, არ არის კარგი, მაგრამ ტრადიცია შემოიტანეთ და პირადად თქვენი დანაშაულიც არის. ხომ არ დავესხით სალომე ზურაბიშვილს პედაგოგია? ის უნდა გაამტყუნოთ, თქვენიანები რო ესხმიან ვიღაცას თავს, თქვენი აქტივისტები უნდა გაამტყუნოთ კატეგორიულად. და არ უნდა შემოიტანოთ საზოგადოებაში ტრადიცია ესეთი ბულინგის და თავდასხმების. ქართულ ოცნებას არ აქვს კავშირი ამასთან? გასაკვირველი არ აქვს. ყველა და თქვენთვის, შემთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის უნდა იყოს ადამიანის უფლება შეულახავი, დანარჩენით არა. კერძოპირი როგორ არის? ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტია ბატონო ლადო. ელემენტარულია, ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ. ეჭვი არის ქართულ ოცნებაზე, რომ სწორედ მან დააორგანიზა. პოლიციას არ ქონდა რეაგირება, ეს არის მთავარი. ვერ გეტყვით, ახლა თქვენ მიყვებით ამას და თქვენ სანდოწყარო არ ახართ ჩემთვის. როდის ვიძახი რომ ეს ნორმალურია? გმობთ ძალადობას? ხმაურა ესეთი ფორმით მიმაჩნია რომ არ არის სწორი. მაგრამ ის რომ განსხვავება ერთი თავდამსხმელი არის მართალი და მეორე ტყუანი, ესეთი რაღაცა ორმაგი სტანდარტია და ამიტომ მე გირჩევთ რომ იხელმძღვანელოთ ზუსტი ნორმებით. პოლიციას რეაგირება რატო არ ქონდა? მე არ ვიცი მეთქი, არ ვიცი. ამბობდა რომ კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს საქართველოს. ამბობდა რომ შავი ხვრელებია საქართველოში. ამბობდა რომ ის ნახევრად ქართველია და ნახევრად ევროპელი. პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, საქართველოს პარლამენტში მოდიოდა და დასცინოდა პარლამენტის წევრებს და ქართულ საზოგადოებას. და ეხლა რა უკვე ვერ გავიგე ზურაბიშვილს, არ ვეუბნებოდით რომ მას თავისუფლად გადაადგილება გაუჭირდებოდა, იმიტომ რომ საქართველოს საზოგადოება პასუხს მოსთხოვდა? აბა რა გონია ეხლა ნებისმიერ ადამიანს, როცა იქ ზიხარ დაცვასთან ერთად შეყუჟული რო ხარ ადმინისტრაციაში და იცი რომ იქ ვერავინ მოგთხოვს პასუხს. ხო გაგივა ეს დრო. ეხლა რა თქმა უნდა ძალადობა ყოველთვის მიუღებელია, მაგრამ ქართული საზოგადოების რეაქცია რაც იქნება, ეს იქნება. ქართული ოცნების წევრები ძალადობის ახალისებაში ბრალსდებენ, მათ შორის კრიტიკულ მედიას და ლაპარაკობენ ორმაგ სტანდარტზე, მაშინ როცა ბეძინა ივანიშვილის გუნდი მის კრიტიკოსებს ერთმანეთის მიყოლებით ასამართლებს. მის კრიტიკოსებზე თავდამსხმელები კი არიან ხელშეუხებლები, მათ შორის რეაქცია არ ყოფილა მაგალითად გუშინ გიორგი გახარიაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, რომელსაც აეროპორტში დახვდნენ და კვერცხები დაუშინეს აეროპორტში მყოფი პოლიციის წარმომადგენლების მხრიდანაც, რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ასევე ხენის საერთაშორისო კონფერენციიდან ბრუნდებოდა, სადაც მას ჰქონდა გამოსვლები და შეხვედრები დასავლელ ლიდერებთან. იგივე სცენარი მოხდა, როგორც ვრცელდება ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში. ჩვენ ვცდილობთ დავაზუსტოთ ამ მომხდარის დეტალები.